ანბანის კოშკი აჭარის მთავრობას გადაეცა გადაწყვეტილების წინააღმდეგ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა წავიდა. ძირითადი მოტივი იმ კომპანიის წარმომავლობა გახდა, რომელსაც მთავრობამ ობიექტი 20 წლით უნდა ჩააბაროს. ფრაქციის წევრთა განცხადებით გაურკვეველია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელის ვინაობა და მისი გამოცდილება. კომპანიის შესახებ ინფორმაციას არც საკრებულოს უმრავლესობაში ავრცელებენ. ირაკლი ჭეიშვილმა დეტალების გაგების მსურველებს მთავრობისაკენ მიგვითითა. იგივე რეკომენდაცია მოგვცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა. ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობამ ის მემორანდუმი მოგვაწოდა, რომელიც მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 27 მარტს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად კომპანია Boost Spain SL-მა უნდა უზრუნველყოს ობიექტის გამართული ექსპლუატაცია და დაასაქმოს მინიმუმ 10 მოქალაქე. აქვე ვკითხულობთ. ბათუმის მერი ადასტურებს, რომ განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ანბანის კოშკის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით. შეგახსენებთ, ეს პირობა გიორგი ერმაკოვმა 27 მარტს ისე დადო, რომ საკრებულოს თანხმობა არ ჰქონდა. მთავრობისთვის ანბანის კოშკის გადაცემის გადაწყვეტილება დოკუმენტის გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ დღეს მიიღეს. მე არ ვიცი თქვენ რა ვერ ნახე და სადეძებდით, მაგრამ ხელშეკრულებას აფორმებს აჭარის მთავრობა ამ კონკრეტული ინვესტორთან უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია აქვს აჭარის მთავრობას კონკრეტულ აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით. მე წარმოგიდგინეთ თქვენ დრაფტი ხელშეკრულების, რომელიც სამუშაო პროცესია, ესე ვთქვათ, რომელიც უნდა გააფორმოს აჭარის მთავრობამ კონკრეტულ კომპანიასთან. გადახედონ უკეთესი იქნება მათ პირობებს, როდესაც ლარად გაასხვისეს და აჩუქეს მიწის ნაკვეთები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ხდება ქონების ჩუქება, ხდება ქონების მართვაში გადაცემა. თუმცა ვინ არის ეს კომპანია, ბატონო დავით? რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას, არის მემორანდუმი გაფორმებული. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ მთავრობიდან მემორანდუმი და გაიგეთ რეალურად ვინ არის ეს კომპანია. ზოგადად მაინც ესპანური კომპანია, როგორც ვთქვი, ინტერნეტში არაფერი არ იძებნება, მხოლოდ ვიცით, რომ არის ესპანური კომპანია. ძალიან მარტივ გზას გასწავლეთ, თქვენ შეგიძლიათ მემორანდუმი ამოიღოთ და ყველაფერი მოიძებნება.